არასწორი გათვლა. ეს სიტყვა გეოპოლიტიკურ წრეებში ტრიალებს. ისრაელში ან შეერთებულ შტატებში, ან ორივეგან, ფიქრობდნენ, რომ კოალიცია ირანში რეჟიმს შეცვლიდა. ასე დაიწყო კიდევ ერთი სპარსეთის ყურის ომი, ამიტომაც არ ყოფილა აქამდე წარმატება. არსებობს New York Times-ის სტატია, სადაც ინსაიდერების მონათხრობებია, რაც როგორც ჩანს ამ არგუმენტს ამყარებს. მოაქვთ შედარებები რუსეთის უკრაინაში შეჭვის დაწყებასთან, რათა ახსნან, შესაძლოა თუ არა პაკისტანში მალე კულისებს მიღმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობდეს. დიახ, დღეს დეტალურად ავხსნით, რატომ არის ეს მოვლენების დამაჯერებელი ინტერპრეტაცია. გახარებულიყავით, რადგან ხაზები და ყველაფერი იქნება. თუმცა, თეორიის დასადასტურებლად მოყვანილი მთავარი მტკიცებულება სინამდვილეში არაფრის მტკიცებულება არ არის. ლოგიკური შეცდომა ყოველთვის ომების წარმოშობის მიზეზების ფუნდამენტური გაუგებრობიდან მოდის. ყველა მთქვით, მოლაპარაკების ჩავარდნა. პასუხი მოლაპარაკების ჩავარდნაა. ეს არ არის იმის გამო, რომ პროტესტის საფრთხე მაღალია ან დაბალი. დღეს განვიხილოთ დაზვერვის ჩავარდნა, რომელმაც შესაძლოა ომამდე მიიყვანა და რატომ არის რეჟიმის ცვლილების არქონა მხოლოდ სუსტი მაჩვენებელი შეცდომის. დავიწყოთ სავარაუდო არასწორი გათვლით. ფაქტობრივი ინფორმაცია ძირითადად New York Times-ის სტატიიდანაა, ხოლო მე, როგორც სოციალური მეცნიერი, ჩემს დათქმებსაც დავამატებ. დასკვნა ისაა, რომ დავით ბარმი, მოსადის ხელმძღვანელი, ფიქრობდა, ირანის მოსახლეობა ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში მთავრობის წინააღმდეგ გაჯანყდებოდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამ იდეას დაეთანხმა და დაიწყო დონალდ ტრამპის დარწმუნება. აშშ-ის დაზვერვაც და სამხედრო ძალებიც ასე დარწმუნებული არ იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში მიზეზები არ არის ნათლად განმარტებული, მაგრამ შეიძლება მალე ამასაც მივხვდეთ, ტრამპი ამ გეგმას დაეთანხმა. ომს ჯერ ესეთი შედეგები არ მოუტანია. ეს ეხება ქუჩის პროტესტებს და მცდელობებს. ირანის ჩრდილო-დასავლეთში უსაფრთხოების ძალები დაესუსტებინათ, რათა ქურთულ მებრძოლ დაჯგუფებებს უფრო ორგანიზებული წინააღმდეგობა გაეწიათ. ეხლა კოალიციაში იმედგაცრუებაა. ნეთანიაჰუმ მოსადი არაზუსტი შეფასების გამო გააკრიტიკა. ტრამპმა ნეთანიაჰუს ომის წამყვან ძალად ყოფნის გამო უკმაყოფილება გამოხატა. ორივე მხარე შესაძლოა უკმაყოფილოა პროტესტის პოტენციური მონაწილეებით, რადგან ისინი ადგილზე რისკებს არ იღებენ. ირონიულია, რადგან ისრაელი და აშშ თავად ადგილზე რისკზე არ მიდიან. ძირითადი ანგარიშებისა და წყაროების თანახმად, აშშ-ს დაზვერვა მუდმივად პესიმისტურად აფასებდა სიტუაციას. მიუხედავად ამისა, შეერთებული შტატები მაინც წავიდა ომში. დაიმახსოვრეთ ეს, სანამ გავაგრძელებთ. კარგი, ამით ამ საკითხზე არსებითი გაშუქება მოვიცავით. ეხლა უნდა გადავიდეთ თეორიაზე, რათა უკეთ გავაანალიზოთ სიტუაცია. საწყისად, დიდი ხნის მაყურებლები ამას მაშინვე აღიქვამენ, როგორც კერძო ინფორმაციის მოლაპარაკების პრობლემას. ეხლა ამ იდეის ძირითად ასპექტებს განვიხილავ. თუ კრიზისული მოლაპარაკებების თეორია ახალია თქვენთვის, ჩემს მეორე არხზე ამ თემაზე გრძელი შესავალია გამოქვეყნებული. თუ დრო გექნებათ, შეგიძლიათ ნახოთ. ირანის ტერიტორია წარმოიდგინოთ როგორც ისლამური რესპუბლიკისა და აშშ-ს შორის არსებული სრული პოლიტიკური უთანხმოების სიმბოლო. ეს დაგვეხმარება ცენტრალური პრობლემის დანახვაში, თუმცა ეს არ არის უკრაინის მსგავსი პევსი ტერიტორიული ომი. გაყოფა აღმოსავლეთ მხარეს ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები იღებს იმას, რაც უფრო ახლოსაა მის სასურველ პოლიტიკასთან, ხოლო გაყოფა დასავლეთ მხარეს ნიშნავს, რომ ირანი იღებს იმას, რაც უფრო ახლოსაა მის სასურველ პოლიტიკასთან. არსებობს ომის მოსალოდნელი შედეგი, რომელიც აერთიანებს ყველაფერს, რაც ბრძოლაში შეიძლება მოხდეს და საშუალო მნიშვნელობას აძლევს შემთხვევით მოვლენებს. ნიშნულოვანია, რომ ეს მოსალოდნელი შედეგი ითვალისწინებს იმის ალბათობასაც, რომ დემონსტრანტები ირანის მთავრობის წინააღმდეგ გაჯანყდებიან. რაც მეტადი ამის ალბათობა, უფრო მარჯვნივ გადავწევდით შედეგს. ეს იმიტომ, რომ მოქმედი მთავრობისთვის რთული იქნება მისთვის სასურველი პოლიტიკის გატარება, თუ ის აღარ იარსებებს. ანალოგიურად, თუ მთავრობას შეუძლია უპრობლემოდ გააკონტროლოს მომიტინგეები, მოსალოდნელი შედეგი უფრო მარცხნივ გადაიწას. ომი ძვირია როგორც სიცოცხლეების, ასევე ეკონომიკური რესურსების თვალსაზრისით. თუ ფიზიკურ დანაკარგებს შეაფასებთ იმის მიხედვით, რამდენად აფასებს ირანი სადაო პოლიტიკებს, მწვანე ხაზსა და მოსალოდნელი შედეგის ხაზს შორის, შუალედი ირანის ომის ხარჯებს აჩვენებს. მწვანე ხაზის მარჯვნივ ყველაფერი ისაა, რასაც ირანი ომიდან ხარჯების გამოკლებით ელოდება.
იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ აშშ-თვისაც. მისი ომის ხარჯები საპირისპირო მიმართულებით მოსალოდნელი შედეგის ხაზსა და ლურჯ ხაზს შორის მიდის. ეხლა ლურჯი ხაზის მარცხნივ არის ის, რასაც შეერთებული შტატები თავისი ხარჯების გათვალისწინებით მოელის რომ მიიღებს. საბოლოოდ ლურჯ და მწვანე ხაზებს შორის ნებისმიერი გაყოფა ორივე მხარის შედეგს ომთან შედარებით აჯობებს. ეს იმიტომ ხდება, რომ ყველა მათგანი ახლოსაა იმასთან, რასაც ომი მოსალოდნელად მოიტანდა, მაგრამ ხარჯებს არ იხდის. ეს მოლაპარაკების დიაპაზონია, სადაც მხარეებს მოლაპარაკება შეუძლიათ. ეს ლოგიკა მაშინვე გვერდზე სწევს ერთ-ერთ ნარატივს, რომელსაც მოისმენთ იმის შესახებ, რომ პროტესტებმა შეიძლება ომი გამოიწვიოს. New York Times-ის მიხედვით, თეთრმა სახმა ომი დაიწყო, რადგან უგულებელყო აშშ-ის დაზორვის შეფასებები და ფიქრობდა, რომ პროტესტის მონაწილეები მათ მხარს დაუჭერდნენ. ამგვარად შეერთებულმა შტატებმა დაასკნა, რომ ომი მისთვის მომგებიანი იქნებოდა. შეძენის წესი 67 ამბობს: არასდროს დატოვა მოგება მაგიდაზე. ნება მომეცით ამ არგუმენტზე პირდაპირ და გასაგებად თქვა. მას არ აქვს თანმიმდევრულობა და სტრატეგიული აზროვნება. ის გავრცელებულია, რადგან გონივრულად ჩანს. როგორც კი ცდილობ მექანიზმის გააზრებას, რომელიც დასაწყისიდან დასკვნამდე მიგიყვანს, ყველაფერი იშლება. შეგიძლია პესიმისტურად იყო, მაგრამ ომი მაინც დაიწყო. გახსოვდეს, მოსალოდნელი შედეგის ხაზი ითვალისწინებს მომიტინგეების მიერ აშშ-ს დახმარების ალბათობა. ამგვარად, პროტესტის მაღალი ალბათობის პირველი შედეგია ხაზის მარჯვნივ გადატანა. ეს ნიშნავს, რომ შეთანხმება მოლაპარაკების შემდეგ უნდა იყოს ხელსაყრელი შეერთებული შტატებისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ ომი მოხდება. ანალოგიურად, პროტესტის დაბალი ალბათობა უბრალოდ ნიშნავს, რომ მოლაპარაკების შედეგად მიღწეული შეთანხმება უნდა იყოს ხელსაყრელი ირანისთვის. შესაბამისად, ვინმე მიიღებს თუ არა შეთავაზებას, ეს დამოკიდებულია იმაზე, რა შეთავაზება დევს მაგიდაზე და არა ომის შედეგის ობიექტურად კარგ ან ცუდ შედეგად შეფასების ცალკეულ გაანგარიშებაზე. სხვა სიტყვებით, არგუმენტი, რომ პროტესტები ნიშნავს ომს, ვერ ხვდება, რომ მოლაპარაკების პოზიციები ომის მოლოდინზეა დამოკიდებული. ორივე მხარის პოზიციები უნდა ასახავდეს იმ საფუძველზე არსებულ ძალთა ბალანსს, რაც რეალურად არსებობს. ბევრი არგუმენტი ამ საკითხს რისკის ფასად უგულებელყოფს. ჩემს კედელზე 2 სტიკერია და მზად ვარ სხვა გამოყენებებზეც დავწერო, თუ 2026 წელი მოისვენებს. ჰეი, სულმცირე, დღეს ერთ ამ სტიკერს მაინც მივხედავთ. შეგვიძლია პროტესტის სტიმულები ომების მიზეზებს დაუკავშიროთ. უბრალოდ არგუმენტს კიდევ ერთი წინაპირობა უნდა დავუმატოთ. ერთი ახსნა ის არის, რომ წარმატებული პროტესტის ალბათობა დროთა განმავლობაში იცვლებოდა. ეს ძალიან გონივრული შესაძლებლობაა. მაგრამ ამას ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არაერთხელ შევეხეთ. ამიტომ დღეს აღარ მინდა ამაზე თავიდან საუბარი. თეთრი სახლის გაჟონილ ინფორმაციასთან შესაბამისი კიდევ ერთი ახსნაა, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლოდინები განსხვავდებოდა. ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ირანის მთავრობას უკეთესმოდა ქვეყანაში პროტესტის მდგომარეობა ომის წინადრეს. მათ ადგილზე რყავთ უსაფრთხოების ძალები, რომლებიც ინფორმაციას აწვდიან მოქალაქეების აზრზე. შეერთებული შტატებიც მიიღებს ამ ინფორმაციას, მაგრამ ფრაგმენტულად და დაბინდულად, მანძილისა და რეგიონული ცოდნის ნაკლებობის გამო. შედეგად, შეიძლება აღმოჩნდეთ სიტუაციაში, სადაც ირანის მთავრობამ იცის, რომ პროტესტები საკმარისად მკაცრი ზომებით ჩაახშო და ყველა დისიდენტის ნება გატეხა. აშშ-ის მხარდაჭერის მიუხედავად, ისინი ქუჩაში დაბრუნებას აღარ ისურვებენ. შესაძლოა, ირანიდან წამოსული სადაზვერვო ცნობები უფრო ოპტიმისტურია. დიახ, რეპრესიებმა ხალხი ისევ სახლში დააბრუნა. ჯერჯერობით. ძირითადი განწყობა ისევ არსებობს და აფეთქდება, თუ აშშ-ის ჩარევა ბინძური საქმის ნაწილს შეასრულებს. პრობლემის ვიზუალიზაცია ასე გამოიყურება. შეერთებული შტატები ფიქრობს, რომ მოლაპარაკების დიაპაზონი აქ არის. სადაზვერვო თანამეგობრობა აღიარებს, რომ ეს მათი საუკეთესო ვარაუდია, თუმცა შეიძლება მცდარი იყოს. საპირისპიროდ ირანი იცის, რომ რეალობა ასეთია. აშშ-ი ბევრს მოითხოვს, ირანი კი მტკიცედ დგას. ასე იწყება ომი. კერძო ინფორმაცია მხარეების მოლოდინებს ომის შედეგებზე აშორებს ერთმანეთს. ადვილად აკრიტიკებენ დაზვერვის ორგანიზაციებს, რომ ისინი მუდამ ომის მოლოდინებს ზედმეტად ოპტიმისტურად აფასებენ. კიდევ ერთი ნათელი მაგალითია ამ ლოგიკის, რომელიც ირანის ომთან ერთად მიმდინარეობს. ეს დასკვნა შეცდომაში შემყვანია, რადგან ყურადღებას მხოლოდ თვალსაჩინო შემთხვევებზე ამახვილებს. სადაზვერვო ორგანიზაციების სწორი მოქმედებისას ომებს არ ვხედავთ.
თუ მხარეებს აქვთ კონსენსუსი შეთანხმების შესაძლო ფარგლებზე, მხოლოდ შეთანხმება დარჩენათ მისაღწევი. რითი რთული დასაჯერებელია იმ ქაოსის ფონზე, სადაც ცხოვრობთ. თუმცა ქვეყნების უმეტესობა დროის უმეტეს ნაწილში სხვა ქვეყნების უმეტესობასთან მშვიდობაშია. სადაზვერვო ჩავარდნები, როგორიცაა აღწერილი, იშვიათია. გარდა ამისა, როდესაც სადაზვერვო ორგანიზაციები ზედმეტად პესიმისტურად არიან განწყობილი, ომებსაც არ ხედავთ. აქ შეერთებული შტატები მოლაპარაკებაზე მცირე მოთხოვნებით მივიდოდა. ირანი გაკურვებულია, რატომ არავის შეერთებული შტატები უფრო აგრესიული, მიუხედავად იმისა, რომ იცის სიტუაციის სერიოზულობა. მაგრამ ირანი მიიღებს იმას, რასაც სთავაზობენ, რაც ამ შემთხვევაში აშშ-ს მხრიდან ბევრია. ომი მაშინ იწყება, როცა სადაზვერვო ორგანიზაცია ზედმეტად ოპტიმისტურია და ამ ოპტიმიზმის გადამოწმება მხოლოდ ბრძოლის ველზე ხდება. ეს არის შემთხვევები, რომლებსაც ისტორიის წიგნები აღწერს. მე, როგორც სოციალური მეცნიერების წარმომადგენელი, აქ ვარ, რომ მსოფლიოს შევახსენო. ეს შემთხვევები საშუალო არ არის. გავაგრძელოთ. ომი, როგორც გაურკვევლობის შედეგი, მაშინვე ცხადყოფს ერთ კრიტიკულ გარემოებას. აქ ომის დაწყება არ მოითხოვს პროტესტის მონაწილეთა მაღალი საწყისი მოლოდინს. მე მოლოდინების განსხვავებას განზრახ, უზარმაზრად ვაჩვენებ, რომ პრობლემა უკეთ გამოჩნდეს. მთავარია, რამდენად დიდია სახელმწიფოების მოლოდინებს შორის განსხვავება ომის ხარჯებთან შედარებით. ამ შემთხვევაში, შეერთებული შტატები პესიმისტურადაა განწყობილი, რომ ომი კარგ შედეგს მოიტანს. თუმცა ირანი იცის, რომ აშშ-ში უფრო პესიმისტურად უნდა იყოს განწყობილი. ეს ომამდე მივყავართ, რადგან ირანი მოლაპარაკებებში წარმოუდგენლად ჯიუტი იქნება. აშშ-ში მოლაპარაკებებზე ბევრს არ ითხოვს, რაც მის საკუთარ ზომიერ პესიმიზმსაც ასახავს, თუმცა ირანი ამ მინიმალურ მოთხოვნებსაც უარყოფს. ეს საინტერესოა, რადგან ჩვენთვის, როგორც გარე დამკვირვებლებისთვის, ძალიან რთულია განსაზღვროთ, არის თუ არა ომი წარმატებული მხოლოდ ომის შედეგის, ან თუნდაც გაჟონილი სადაზვერვო ანგარიშების მიხედვით. ადვილი დასასკვნია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უგულებელყოფდა აშშ-ის დაზვერვის პესიმისტურ ანგარიშებს და ოპტიმისტურად ემყარებოდა ისრაელის ვერსიას. და შეიძლება ასეც იყო. მაგრამ არასწორია იმის მტკიცება, რომ ეს ომი სხვაგვარად აზრს მოკლებულია და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ახსნა. თუ ადმინისტრაცია უსმენდა ამერიკულ დაზვერვას, ომი ვერ მოხდებოდა. არა მაშინ, როცა ამერიკული დაზვერვა პესიმისტურადაა განწყობილი. პესიმიზმი ვერ ხსნის, იქნება აქ ომი თუ არა. ნიშნულოვანია განსხვავება მოლოდინებში აშშ-სა და ირანს შორის. ამ არხზე ხშირად გაიგონებთ, რომ რაღაცები არ ვიცი, ან არ ვიცით. ეს თავის არიდება არ არის. მეც ძალიან მინდა ვიცოდე რაღაცები. მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობები ასე არ მუშაობს. ეს გაუნჭვირვალე სამყაროა, სადაც დეზინფორმაცია ყველგანაა და სოციალური მედიის კომენტარებით თუ იმსჯელებთ, სულ უფრო უარესდება. მათ შორის ჩემი არხის კომენტარებშიც. ამიტომ მნიშვნელოვანია არგუმენტების სწორად ჩამოვაყალიბოთ. ამიტომ ვარ აქ. არა იმისთვის, რომ მოგაწოდოთ მიკერძოებული შეხედულებები სამყაროზე, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხებზე ჩემი საკუთარი აზრი მაქვს. დიახ, მაქვს მოსაზრებები და მიკერძოებები, რაც გავლენას ახდენს. ვფიქრობ, თუ არა პოლიტიკოსი კეთილსინდისიერად მოქმედებს. ამაზე არ საუბრობ, რადგან ჩემი ინტერესია არგუმენტაციის ლოგიკური სისწორე. ეს არის ყველაფერი. ეს არის ჩემი საქმე. მინდა უკეთესად ვისაუბროთ პოლიტიკურ გარემოზე, რადგან ახლა ეს ძალიან რთულია. დაუბრუნდეთ მთავარ თემას. იმის გასამყარებლად თუ რამდენად რთულია იმის შეფასება, ვინ უშვებს დაზვერვით შეცდომას, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ალტერნატიული სამყარო, სადაც ირანი ზედმეტად ოპტიმისტურად იყო განწყობილი თავისი შანსების მიმართ, ხოლო შეერთებულ შტატებს ჰქონდა ზუსტი დაზვერვითი შეფასება. მეც მაიცის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქვეყანას საკუთარი სამხედრო შესაძლებლობები არასწორად ესმოდა. როცა სცენარი შეიცვალა, ახლა ირანია, ვინც მოლაპარაკებაზე მოდის და ზედმეტს ითხოვს. შეერთებული შტატები უარს ამბობს და ომი იწყება. აქ ომის მოსალოდნელი შედეგი ცუდი იქნება, არ აქვს მნიშვნელობა ირანის თუ შეერთებული შტატების შეფასება სწორია. ჩვენ, როგორც კლავიატურის მებრძოლები, ომის შეფასებისას უნდა შევადაროთ ის მოლაპარაკების წინადადებებს. ომის შედეგი თავისთავად ბევრს არაფერს გვეუბნება, რადგან შედარების ჩარჩო არ აქვს. მინდა ეს საკითხი წამოვწიო, რადგან ბევრი სტატია, რომელიც სადაზვერვო სიტუაციას განიხილავს, აქ არსებულ ლოგიკას ერთმანეთში ურევს.
ისინი მიუთითებენ ადგილზე პროტესტის არარსებობაზე, როგორც აშკარა მტკიცებულებაზე, რომ ომის დაწყების გადაწყვეტილება შეცდომა იყო. ისინი ამტკიცებენ, რომ აშშ-ის ან ისრაელის დაზვერვამ თქვა, რომ პროტესტები იქნებოდა ნაცვლად იმისა, რომ გამოიყენონ რეალური სადაზვერვო ანგარიშების გაურკვევლობის მეტრიკები. არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია პესიმისტურად უყურებდა აჯანყების შანსებს მისი ომის მიზნების გზავნილებიდან გამომდინარე. დონალდ ტრამპის ომის გამოცხადების საწყისი გამოსვლის გარდა რეჟიმის შეცვლა არის თემა, რომელსაც ადმინისტრაცია ცდილობს თავი აარიდოს. ომის გამოცხადებაც უფრო ირანის ხალხისთვის რჩევად ჟღერდა, ვიდრე მკაფიო მიზნად. თუ შანსებს პესიმისტურად უყურებდით, თავის არიდების მიზეზი იქნებოდა, რომ პოლიტიკურად ცუდად გამოჩნდებოდა. თუ რეჟიმის შეცვლა გამოცხადებულ მიზნად ვერ შესრულდებოდა. საპირისპიროდ, თუ ადმინისტრაცია უფრო ოპტიმისტურად იქნებოდა განწყობილი, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ რეჟიმის შეცვლას უფრო ცენტრალური საჯარო როლი ექნებოდა, რათა მეტი მხარდაჭერა მოეპოვებინათ ამ მიზნისთვის. ეხლა მათ მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ, რადგან ეს ომი ამერიკულ გამოკითხვების ისტორიაში ომის დაწყების ყველაზე არაპოპულარული შემთხვევაა. ისტორიულმა პერსპექტივამ, რაზეც პენტაგონსა და სახელმწიფო დეპარტამენტში მომუშავე ხალხია გაწვრთნილი, საფუძველი მისცა სკეპტიკურად შეხედონ ამ კონფლიქტში შესვლას. ამ სტრატეგიას, რომლის მიზანიც რეჟიმის შეცვლა, არ აქვს წარსულში მსგავსი მაგალითი, რაზეც შეიძლება დაეყრდნონ. ჩარევები ჩვეულებრივ უკვე არსებულ აჯანყებებს ეხმარება. ისინი ჩვეულებრივ არ ცდილობენ აჯანყების პროვოცირებას. ჩვენ პირველივე დღიდან ვაკვირდებით ძვირადღირებულ ექსპერიმენტს. მიუხედავად ამისა, მედიის განხილვა საკმარისად არ უსვამს ხაზს ამერიკულ და ირანულ შეხედულებებს შორის შედარებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს აუცილებელია ამ მექანიზმისთვის ომის გამოწვევისთვის. დასასრულს უნდა განვიხილოთ ომის დასრულებასთან დაკავშირებული შედეგები. სტანდარტული ანალიზი აქაც გამორჩენს მოლაპარაკებების ჩავარდნის ზოგიერთ ნიუანსს. დავიწყოთ ოპტიმისტური ხედვით. თუ ომი ხდება ორი ქვეყნის მოლოდინების განსხვავების გამო, მაშინ ის დასრულდება, როგორც კი ეს მოლოდინები საკმარისად დაახლოვდება. ამ დროისთვის ბრძოლა მხოლოდ ზედმეტ ხარჯებს იტვევს ორივესთვის. სასიხარულო მომენტია ის, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიძლება დააკვირდეს საპროტესტო მოძრაობებს ან მათი არარსებობას. შემდეგ შეუძლია შესაბამისად განაახლოს თავისი ინფორმაცია. გაითვალისწინეთ, რომ ამან ომის დასრულება რომ გამოიწვიოს, მართლაც უნდა დაახლოოს მანამდე დაშორებული მოლოდინები. თუ ორივე მხარეს პროტესტის დინამიკაზე ერთნაირი შეხედულება აქვს, დროთა განმავლობაში ნებისმიერი ცვლილება მხოლოდ მოლაპარაკების დიაპაზონს ცვლის. მათ აშკარა გავლენა არ აქვთ მოლაპარაკების დაბრკოლებების აღმოფხვრაზე. გუშინ ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებაში გარკვეული პროგრესი შეინიშნებოდა. სიზუსტისთვის, მე არ მაქვს პირდაპირ ინფორმაცია იმაზე, რა ხდება იქ და არის თუ არა ამ საინფორმაციო სივრცეში რამე ზუსტი. ყოველთვის სახალისოა, როცა ორი მხარე საპირისპირო რამეს ამბობს და კიდევ უფრო სახალისოა, როცა ერთი მხარე ამბობს იმას, რაც უკვე ნათქვამს ეწინააღმდეგება. თუ ფიქრობთ, რომ ომი შეერთებული შტატების გადაჭარბებული ოპტიმიზმის გამო დაიწყო, გასაგებია, რატომ აიძულებს საპროტესტო მოძრაობების არარსებობა თეთრ სახლს დიპლომატიური გამოსავლის ძიებას. სადაზვერვო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ საწყისი შეფასებები არასწორი იყო და საჭიროა მოთხოვნების შემცირება. თუმცა ამ მიმართულებით გაშუქებას აკლია კერძო ინფორმაციის თეორიის ნიუანსები. თუ ჩვენ ცხოვრობთ სამყაროში, სადაც შეერთებული შტატები ფიქრობდა, რომ ყოველდღიური პროტესტების რისკი ნაკლებად სავარაუდო იყო, ხოლო ირანი თვლიდა, რომ ეს კიდევ უფრო ნაკლებად იყო მოსალოდნელი, მაშინ აქამდე პროტესტების არყოფნა ცოტა რამ გვეუბნება, რომელი შეხედულება იყო სწორი. იდეის გასაგებად წარმოიდგინეთ, არ იცით, არსებობს თუ არა 0%-იანი შანსი, რომ მეტეორი ნებისმიერ დღეს გაანადგურებს დედამიწის სიცოცხლეს. 0.000000001%-იანი შანსი. მაშინ, ხვალდილით, ცოცხლად და ჯანმრთელად გაღვიძება, ოდნა უფრო ოპტიმისტურად განგატყობდათ, მაგრამ დიდად არა. ეს პრინციპი ირანთანაც არის, უბრალოდ ნაკლებად უკიდურესად. ამიტომ უფრო ყურადღებით ვაკვირდები სიახლეებს აშშ-ს დაზვერვის განახლებული შეფასების შესახებების შესახებ, რომლებიც ეხება პროტესტის მოძრაობების დაწყების ალბათობას. სადაზვერვო თანამეგობრობა მხოლოდ აქამდე პროტესტების არარსებობას არ აკვირდება. ის აგროვებს ინფორმაციას პოტენციალზე. ისინი ამას ჩვენზე ადრე გაიგებენ, ვიდრე რეალობას საჯაროდ დავინახავთ. თუ ისინი კიდევ უფრო პესიმისტურად განეწყობიან, ისე როგორც ალბათ თავიდან ირანში ელოდნენ, მაშინ კი მგონია, რომ ომი უფრო მალე დასრულდება. კიდევ ერთხელ, უფრო მალე, ვიდრე გვიან, მაგრამ არა ხვალ.
იმის გათვალისწინებით, რომ შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები უკვე იქ არიან, ისინი კიდევ ცოტა ხანს დარჩენას მოისურვებენ, რათა გააგრძელონ ირანის საწარმოო შესაძლებლობების საბოტაჟი. მაგრამ ეს იქნება ყველაფერი. რას ვისწავლეთ? არსებობს მტკიცებულება, რომ აშშ-მ პროტესტის მონაწილეების შეფასება ომამდე ზედმეტად ოპტიმისტურად მოახდინა. მედია ომის მიზეზად ზოგად ოპტიმიზმს უფრო მიიჩნევს, ვიდრე მოლოდინების განსხვავებას. ეს შეიძლება გავლენას ახდენდეს მედიის სადაზვერო შეფასებების გაშუქებაზე. თუ გადაჭარბებული ოპტიმიზმის თეორია მართალია, ომი შეიძლება მალე დასრულდეს. როგორც ჩანს, ჩემი მუშაობა გრძელდება. 25 დღე ზედიზედ უკვე ჩაწერილია. 26 დღეს თუ ელოდებით ნახეთ ეს ვიდეო, თუ კრიზისული მოლაპარაკებების თეორიის სრული შესავალი გსურთ. თუ მოგეწონათ ვიდეო, მოიწონეთ, გააზიარეთ და გამოიწერეთ არხი. შემდეგ ჯერზე კვლავ გნახავთ. იყავით კარგად.